გიორგი, რა წიგნი გიჭირავს? ეს არის არჩილ ფიქოძის ძალიან კარგი ქართველი მწერლის წიგნი სამხრეთის სპილო, რომელიც გამოვიდა 2016 წელს და პრინციპში თითქმის უკვე 9 წელი გავიდა, რაც ეს წიგნი არ კარგავს აქტუალობას და ალბათ კიდე დიდხანს დარჩება ერთ-ერთი კითხვადი წიგნი ქართულ მკითხველს შორის, იმიტომ რომ ალბათ იმაზე არის, რაზეც სულ ფიქრობთ ხოლმე და რაზეც გვიჭირს ზოგჯერ ლაპარაკი. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია და ამ ისტორიაში გადახლართული ჩვენი პირადი ამბები, გამოსვლებები, ტრავმები და ემოციები, რომლებიც ხშირად გვახსენებს თავს ქალაქში სიარულისას და სიმბოლურია, რომ ეს რომანიც ქალაქში ვითარდება თბილისში. თუმცა არ უნდა დაგვაბნიოს იმან, რომ თბილისური რომანის კვალდაკვალ ჩვენ შევხვდებით საქართველოს ფართო გეოგრაფიას ციგნშიც და როგორც აწმყოს, ისე წარსულსაც თვალის ერთი გადავლებით შემოვიკითხავთ და გავეცნობით და სულ რაღაც 273 გვერდის ფარგლებში ჩვენ საკმაოდ ესე დავიმუხტებით, შევივსებით და გავბედნიერდებით იმით, რომ ჩვენ გარდა კიდევ ერთ ძალიან კარგ ქართულ მწერალს უფიქრია იმაზე, რაზეც ლაპარაკი ღირს და ალბათ უნდა ვილაპარაკოთ მუდამ ყოველ დღე და იქამდე სანამ ჩვენს ისტორიას კარგად არ გავსწრებთ თვალს.